ოქტომბერში, ხო? ხედავთ თუ არა თქვენს რუსულ კვალს და რა საფუძველია აი ეს მაინტერესებს. არამც თუ ხედავ, არამედ ეს არის რუსული სცენარი. ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ხორციელდება ქართველების მეშვეობით, ქართული ოცნების წარმომადგენლების და რამდენიმე სასულიერო პირის მიერ. ეს არის ეს სცენარი გვინახავს ჩვენ არაერთხელ 2012 წელს არჩევნების წინ თუ იყო ბედუკაძე და ფარული ჩანაწერები, რომელიც 2 წელი არსებობდა და შემთხვევით აღმოცენდა სწორედ არჩევნების წინ, დღეს არის ეს კირიონი და მოსკოვიდან ჩამოსული რუკა, ვირტუალური რუკა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა. ეხლა გავყვეთ ფაქტებს. ცალმხარეს ჩვენ გვაქვს ფაქტები, სადაც ამ თემით სპეკულირებას, ამ თემით აპელირებს და ამ თემის ავანგარდში არის ვინ? პატრიოტთა ალიანსი ეგრეთ წოდებული ქართული მარში, ვინმე დავით რა გვარია რატომ ავიწყდება სწორად ხიდაშელი დავით ხიდაშელი და რუსული რუკა, რომელიც არჩევნების წინ ჩამოდის ზუსტად მოსკოვიდან სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ხალხის მეშვეობით რუსული არქივებიდან მოპოვებული რუკა, რომლის არსებობა თურმე 5 წელია იცის ქართულმა ოცნებამ, მაგრამ დღეს გადაწყვიტა რომ ამ თემაზე ისაუბროს და ამ თემით ბრალი წაუყენოს სახელმწიფო ღალატისთვის 2 ექსპერტს და მეორე მხარეს გვაქვს შეთითხნილი ბრალდება, რომელსაც არ აქვს დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც არ აქვს მოტივი, რომელსაც არ აქვს შედეგი, რისთვისაც შეიძლება ვინმე საერთოდ ბრალი წაუყენონ, შედეგი, რომელიც დადგებოდა კონკრეტულად და იქნებოდა საზიანო. რაღაც ვირტუალურ გარემოებებზე საუბრობენ, სხვა შორის ესეც FSB-ს ხელწერაა, რომ აპელირება ხდება რაღაც რუკებზე, რომელსაც სინამდვილეში იციან, რომ ვერავინ წესიერად ვერ გაიგებს. ამაში ხდება რეალურად თემაზე, რომელიც ძალიან სენსიტიურია ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის. ამ კონტექსტში გარეჯის თემის შემოტანა, რომელიც არის ძალიან სენსიტიური ამ მოქცევისა და რომელსაც სინამდვილეში არაფერი საქმე არ აქვს 2007-ის საქმესთან. ანუ ეს არის კარგად შეკრული სქემა, მაგრამ გათვლილი იმაზე, რომ ქართველი ამომრჩეველი მორიგად აღმოჩნდება სენსიტიური და მოწყვლადი იმის მიმართ, რომ იმუშავებს ეს სქემა, როგორ ფიქრობთ თქვენ? ჩემი აზრით 2012-ში ამან იმუშავა, იმიტომ რომ ემოციური განწყობა და წინასწარ განწყობა საზოგადოებრივი იყო განსხვავებული მათ შორის ქართული ოცნების მიმართ. 2014-შიც იმუშავა, 2012-ში რაც იყო ბედუკაძე, 2014-შიც იყო ჰაკიმ-პაშა. და რაღაც მოგონილი საქმე ჟვანიას საქმეზე, თვითონ ახალ აღმოჩენილი გარემოებები, რომელსაც არასდროს არავინ აღარ მისდია მერე და არავინ აღარასდროს აღარ დაინტერესდა არჩევნების შემდეგ. დღეს მოცემულობა იმდენად არის განსხვავებული, რამდენადაც ჯერ ერთი ძალიან ბინძური საქმეა და ეს შეუერაღებელი თვალით ჩანს. ეს არის ძალიან ბინძური საქმე. მე რო ვიყო დღეს ქართული ოცნების გულშემატკივარი და ამომრჩეველი და ვუყურებდე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, ვიტყოდი რომ რასაკეთებთ ხალხო. ამიტომ არ მგონია რომ ეს საქმე ელექტორალურად ელოდებით რომ თქვენთ მიმართაც შეიძლება მოხდეს საქმის აღზრდა, მაშინ როდესაც გადებთ ხელს ფაქტიურად კირიონი და ამბობს რომ აპრიორში მიაკუთვნა კალანდაძემ ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიას. ეს არის ეს არის ცილისწამებლური განცხადება, იმიტომ რომ არასდროს იქ ჩიჩხიტურზე არ ყოფილა საუბარი, იყო სულ სხვა უბნებზე საუბარი. კიდევ ერთხელ ამბობ, გამოძიება რა საქმეზეც მიდის, იმასთან ვერაფერი საერთო ვერ ექნება განცხადებას, რომელიც გაკეთდა 2012 წელს, პირისგან, რომელიც კომისიის საქმიანობასთან საერთოდ შემხებლობაში არ იყო. ელოდებით რომ მოგადგებიან, ნინო. ეხლა თუ ჩალაადებს ქვეყანას და არანაირი ფორმალური საფუძველიც კი არ ჭირდება, რომ რამენაირად კავშირში ვიყო, შეუძლებელია, იმიტომ რომ არ არსებული საქმეა. ამ ხელისუფლებისგან თავისთავად ყველაფერს ველოდები, იმიტომ რომ ამ